სალამი მოგესალმებით, ვაგრძელებთ ჯონ მაგარტურის საუბრების ქართულ ენაზე ატვირთვას, ეს არის ბიბლიური კითხვები და პასუხები. Ჩემი კითხვა შეგიძლიათ ნახოთ ფოტოზე, ჯერი ბუნისვავს, რომელიც ძალიან ესეთი ასაკიერი მამაკაცია და მაგიტომაც საინტერესოა ხო ვიდეოს და ფოტოსურათების ნახვა, თუ რა ხალხი და რა კატეგორია იკრიბება ჯონ მაგარტურთა და რა კატეგორიის ადამიანები უსმენენ ბიბლიურ ესეთ კითხვებს და პასუხებს და ვის აინტერესებს, ხო პატარა ბავშვებიც არიან იქ, სხვადასხვა წარმოშობის ნაციონალების, თუ წარმოუდგენა გქონდეთ, თუ როგორ მრავალ მიანია სახოვანი ეს ეკლესია, გუშინ შეკითხვა დამისვეს, მე კიდევ ერთხელ ადამიანებს უნდათ ხოლმე, რომ რა დენომინაციას თქვენ წარმოადგენთო ბაპტისტები, იაღვეველები, 50-იანელები, ნუ ესეთი მე ვსვამენ, რომ ბევრია ხომ დენომინაციები და უნდა ვაღვნიშნო, რომ ჯონ მაგარტური მაგალითად არც ერთ დენომინაციას არ ეკუთვნის და არის ესეთი თქვა non-denominational, ესე იგი არც ერთ დენომინაციას მიკუთვნებული ეკლესია. და ეს უფრო ფართო სპექტრია და ძალიან ბევრი ადამიანები სხვადასხვა დენომინაციებიდან, როცა იქ ვერ პოულობენ პასუხს, ვერ პოულობენ შვებას, ხსნის, ესე თქვათ, დარწმუნებას თავის თავში, მერე მოდიან ხოლმე და ესე კოვიდის შემდეგ, რა ვიცი, 2-ჯერ თუ 3-ჯერ გაიზარდა ამ ეკლესიაზე 56 წელი იყო, ხო, რამდენი ხანი ერთ და იგივე ეკლესიაში მსახურობდა ის. როც რეკორდი არის, თვით ჩარლს სპერჯენი 40 წელი ყოფილა, მგონი ერთ ეკლესიაში და ერთ-ერთი რეკორდულია, ხო, ერთ ეკლესიაში, ნუ ბევრი ისეთ პასტორები დაქირავებულები არიან ეს პასტორები, ჯონ მაგარტურიც დაქირავებული პასტორია, უბრალოდ დიდი ხნის განმავლობაში უკვე როცა უხუცესიც ხდები, უხუცესები არიან ის ხალხი, ვინც შენს ხელში დაიბადა. ბუნებრივია იქ შენ უკვე ხარ ყველაფერი, ხო, მათთვის, მაგრამ მაინც კანონიერი თვალსაზრისით იცით, რომ ეკლესიამ დაიქირავა ის ეკლესიამ კონტრაქტი დადო და ყოველ წელი იქნება თუ როგორ 5 წელიწად შეთხარ ვიცი კონტრაქტს უგრძელებენ ესეთია და ძალიან ბევრი პასტორები ხშირ შემთხვევაში ან კონფლიქტის გამო ან რაღაცა სკანდალის გამო რაღაცის გამო გადადიან ერთი ეკლესიიდან მეორეშიც რომ იცოდა აი ჯონ მაგარტური ერთ-ერთია ხო როგორც აი მოთამაშეები რო ერთ გუნდს აირჩევენ და ერთ გუნდში თამაშობენ და იქ იმაშვებიან და მიუხედავად ამისა ძალიან ბევრი ადამიანი მაინც ვერ კმაყოფილდება ხოლმე ასეთი რომ რატომ არ შეიძლება ჩვენ თქვათ რომ მხოლოდ ქრისტიანები და ესე არ იყვნენ ქრისტიანები იცით მოციქულთა საქმეში პირველად მაშინ ეწოდათ ქრისტიანები ანუ ქრისტეს მიმდევრები და მე მოხდა ამის დენომინაციება დაყოფა პირველი იცით ხომ რომ თვითონ სიტყვა კათოლიკეც არ იყო იმაში არც მართლმადიდებლობა არ იყო მე ეს უკვე იმ მიმდევრებმა ვინც იყვნენ რომ გამოყოფოდნენ და იმას ეკნათ ქრისტიანობა ესე დაიყო და დაიყო ასე რომ ჯობია რომ ეხლა ქრისტიანებიცაც გაუცოცხლება ცოცხალი რწმენა და ცოცხალ ღმერთთან მივა დაირქვას ეს სახელი ქრისტიანი და მოძებნოს ისეთი ადგილი სადაც ქრისტიანები ეწოდება მათ არა 50-იანელები არა იეჰოველები და არ ვლაპარაკობ კიდე ადამიანები ვინც კითხვებს დასვენ ხოლმე ხა გუშინაც დასვეს კითხვა კომენტარებში სადღაც იმ წუთში ხვდები რომ ისინი საიდან არიან იქიდან იმიდან არის დასმული და ჭოჭმანობენ თანაც აქაც ისმენენ ბატონ თეოფილესაც უსმენენ და ვეღარ გაურკვევიათ ხო ბევრი რამე იმიტომ რომ იქიდან ბევრი რაღაცა სხვათი ბომბარდირება ხდება მათი ამიტომ ჯობია რომ ადამიანს კონდეს ხოლმე ასოცირება ქრისტესთან ქრისტეს სახელთან მის მიმდევრობასთან აი ნახეთ როგორი პიროვნება ეს პიროვნება ვიცავს ჯერიბუნი და რა ინტერესებს მას რა ამოძრავებს თუ ბოროტება ღმერთს არ შეუქმნია და მასთან შეხება არ აქვს რატომ ესაუბრება ის სატანას იობის ბედზე სალამი ჯონ მე ჯერი ბუნი ვარ ვენტურიდან ყავს თანამშრომელი ინჟინერი რომელიც უარყოფს ქრისტიანობას ბოროტების პრობლემის გამო მესმის რომ ღმერთი უშვებს ბოროტებას რათა ქრისტეს მეტი დიდება მოუტანოს მაგრამ მაქვს რამოდენიმე კითხვა საიდან გაჩნდა ბოროტება თუ ღმერთს ის არ შეუქმნია თუ ღმერთს არ შეუძლია ბოროტების თანდასწრებით ყოფნა როგორ შეუძლია მას სატანასთან საუბარი იობზე და ძალიან ესეთი კითხვა ამაზე ჯონ მაგარტურს ბევრი უსაუბრია ამაზე თალკე ქადაგებების სერიაც არის ქართულად დევს ამაზე რო იცოდეთ შეგიძლიათ მოიძიოთ ხო იობთან დაკავშირებით ჩვენ არხზე შეიძლება რომ ნახოთ ეს ვისაც აინტერესებს და ჯონ მაგარტური პასუხობს მადლობა ჯერი ძალიან კარგი კითხვებია და მე საუკეთესო პასუხს გაგცემთ რაც კი შემიძლია საიდან გაჩნდა ბოროტება
ის სატანისგან მოვიდა, ის სატანიდან წარმოიშვა, ის თავისთავად საოცარი რამ არის, რადგან თავდაპირველად მის გარეთ ბოროტება არ არსებობდა. გახსოვთ, ღმერთმა ყველაფერი სრულყოფილად შექმნა და ყველაფერი კარგი იყო. ასე რომ ღმერთში ბოროტება არ იყო. ის თავიდან წმინდა ანგელოზი იყო, მისი შექმნის დროიდან. და რეალურ დაცემამდე შეიძლება დიდი ხნითაც არა, რაღაცა გარკვეული პერიოდის გავლის შემდეგ ის დაეცა, აჯანყდა და ზუსტად ასე წარმოიშვა ბოროტება. მის გარეთ თავიდან ცოდვა არ იყო. არც შიგნით მასში ცოდვა არ იყო. ისიც სრულიად სრულყოფილი ანგელოზი იყო და ძალიან მშვენიერი. ერთადერთი რაც შეგვიძლია თქვა ბიბლიურ და არის ის, რომ ის გახდა ბოროტების საწყისი მიზეზი და არანაირად ღმერთი. მაგრამ ეს ღმერთის ღვთის განზრახვით მოხდა და მან დაუშვა ეს. და კითხვა, რომელზეც თქვენ უკვე უპასუხეთ, არის ის, რომ რატომ დაუშვა ღმერთმა ბოროტება? პასუხი იყო საკუთარი დიდებისათვის. იმიტომ რომ მისი დიდება, მისი რისხვით არის გამოვლენილი და მისი დიდება ასევე არის მისი მადლით გამოვლენილი ცოდვილების გადასარჩენად. ამიტომ ის არც ერთს არ გააკეთებდა, არც თავის რისხვას გამოავლენდა, არც ცოდვილებს იხსნიდა, თუ ბოროტება არ იქნებოდა. ამიტომ ერთ-ერთი ახსნა ბიბლიურ ეს არის. ის ბოროტებას უშვებს, რომ მისი სრული დიდება გამოვლინდეს. ახლა მეორე კითხვა, რომელიც აქ წარმოიშობა არის, თუ წმინდა ღმერთს არ შეუძლია ბოროტების ატანა, როგორ ესაუბრება ის სატანას, გახსოვთ ხო, დაცემის შემდეგ. და ლაპარაკი არ არის მანამდე, ხო, როცა ის წმინდა ანგელოზი იყო, ჩვენ ვიცით, რომ იობთან უკვე დაცემულია და მას უნდა იობი რომ დაყოფოს, ანუ დაცემულ სატანას ესაუბრება. ეს ყველაფერი დაკავშირებული იმასა, რომ რასაც თქვენ გულისხმობთ ხედვაში. გაჩნია, რას გულისხმობთ ხედვაში და თანდასწრებაში. უფალს არ შეუძლია უსამართლობის დანახვა, ანუ უფალს არ შეუძლია ამით დატკბეს. აი ამაზეა ლაპარაკი. ესე იგი, მას ეს კი არ სიამოვნებს, მაგრამ ის ხედავს ამას. მას აქვს ურთიერთობა ამასთან, მაგრამ ის არ ტკბება ამითი. ეს არნიშნავს, რომ მას არ შეუძლია ბოროტების დანახვა, რადგან ის ყველგან მხედველია, ყველგან მყოფელია. ის ყველგან არის და ის ყოვლის მცოდნეა. ამიტომ მან ძალიან კარგად იცის ყველა ბოროტება. არა მარტო ეს, ყველა ადამიანს, ვისაც კი ოდესმე უცხოვრია, უდესმე ჩაუდენია ნებისმიერი ბოროტება, ხომ, ღმერთს აქვს ჩანაწერი. და ლაპარაკია იმ ადამიანებზე, რომლებიც დიდი თეთრი ტახტის წინაშე იქნებიან წარდგენილი. და ამ ყველაფრის მიხედვით, რაც წინშია ჩაწერილი, ისე განიკითხებიან. ღმერთმა არა მხოლოდ იცის ყველა ჩადენილი ცოდვა, არამედ მას აქვს ყველა ჩადენილი ცოდვის ჩანაწერი. არსებობს წარუშლილი ჩანაწერი ყველა ჩადენილი ცოდვისათვის. გარდა იმ ცოდვებისა, რომლებიც უკვე წაშლილია. იმ ცოდვებისა, რომელიც ამოღებულია. იმ ცოდვებისა, რომელიც, როგორც ბიბლია ამბობს, მას უკვე აღარ ახსოვს. ჩვენი ქრისტიანების, ვინც ვიწამეთ, ვინც მიენდო იესო ქრისტეს, მის ძეს, მისი ცოდვები წაშლილია და ის უკვე აღარ ახსოვს. ამას ამბობს ბიბლია. ისეა დაშორებული, როგორც ჩრდილოეთი სამხრეთთან, როგორც დასავლეთი აღმოსავლეთთან. ეს არის ის ცოდვები, რომელიც დაფარულია უფალი იესო ქრისტეს სიკვდილით, მისი სისხლით, მისი მსხვერპლის განწირვით, ვინც მიენდო ღმერთს და მიენდო ქრისტეს. მათი ცოდვები უკვე წაშლილია, დანარჩენი ყველაფერი ბოროტება, რაც აქვს ადამიანის ჩადენილი, მათ წინ დაუდებათ და დაედებათ და გაახსენებენ. ამიტომ როდესაც ნათქვამია, რომ ის არ უყურებს ამას, ეს ნიშნავს, რომ ის არ უყურებს მას შემწყნარებლობით. ის არ უყურებს ბოროტებას კეთილგანწყობით. ეს ნიშნავს, რომ ის არ არის ჩართული ამაში. მას არ შეუძლია ბოროტების ყურება. ანუ მას არ შეუძლია ბოროტების დაუსჯელად დატოვება. აბაკუმის წიგნში, სადაც ნათქვამია, რომ ღმერთს არ შეუძლია ბოროტების ყურება, ეს არის განცხადება, რომელიც დაკავშირებული იმ ფაქტთან, რომ აბაკუმი ებრძვის ამ აზრს, თუ რატომ აგზავნის ღმერთი ბოროტ ქალდეელებს ისრაელის გასასჯელად. და ღმერთის პასუხია, რომ მას არ შეუძლია ისრაელში ბოროტების ატანა. ის ვერ იტანს ბოროტებას თავის შვილებში. ამიტომ ის კარგად აცნობიერებს ამას. სინამდვილეში ცოდვილები მუდმივად მის თანდასწრებაში არიან. არ შეიძლება ცოდვა ვინმე ჩაიდინოს და ღმერთი იქ არ იყოს და ღმერთი არ უყურებდეს ამას. რადგან მისი თანაყოფნა ყველგან არის.
ამიტომ სატანასთან ურთიერთობა ღვთის ყველგანყოფობისა და ყოვლისცოდნეობის საზღვრებს არ ცდება. იქ არის. ის აკონტროლებს სატანას. ის უფრო მეტად კიდევ დაკავშირებულია სატანასთან და დემონებთან, ვიდრე ეს ადამიანის უმეტესობას ჯერა და გონია. ისინი ყველანი მისი უზენაესი კონტროლის ქვეშ მოქმედებენ. მათ აქვთ საზღვრები დაწესებული, რომელთაც მიღმაც ისინი ვერ წავლენ, ვერ გაცდებიან ამ საზღვრებს. და გასult იობის მაგალითი თქვენ ახსენეთ, სატანას შეუძლია გარკვეულწილად შეაჭიროს იმდენად იობი, რამდენადაც ეს ღმერთმა მიცა უფლება მას და რამდენი საზღვრებიც დაუწესა ღმერთმა. ამიტომ ის მათთან არის დაკავშირებული. ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც მაგალითად მე არ მომწონს ფრაზა, როცა ადამიანები ამბობენ, რომ მე მაქვს პირადი ურთიერთობა ქრისტესთანო. მე რა ამითი? გასult ხო იესოც ამბობს, რომ ეშმაკებსაც წამთ და ისინი წრწიან. ეშმაკსაც და ყველა დემონსაც იგივენაირად და სოფლიოში ყველა სხვასაც. ეს არის ძალიან პირადი. ყველას აქვს ღმერთთან ურთიერთობა. ის პირადად იცნობს ყველას ცხოვრებას და აბსოლუტურად ყველაფერი იცის. გასult ყველა თმაც დათვლილია ჩვენ თავზე. ასე რომ ბევრად უკეთესია რომ ჩვენ თქვათ, მე მაქვს გადარჩენის ურთიერთობა იესო ქრისტესთან. მე მაქვს მოსიყვარული ურთიერთობა იესო ქრისტესთან. ეს არის ჩემი უფალი, მე კი ვარ მისი მონა. ეს არის უფრო სწორი გამონათქვამი. კარგით, გმადლობთ, ძალიან კარგი კითხვებია ჯერე.